მოგესალმებით, მე გიორგი ნაზღაიძე ვარ, თქვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია AIS-ის ვიდეო განხილვებს უყურებთ. დღეს მინდა განახოთ თუ როგორ მზადდება ჩვეულებრივი ტექნიკური ვაზელინისა და ბამბისგან ცეცხლის დასანთების საუკეთესო აბედი, რომელიც საშუალებას მოგცემს უამინდობაშიც კი დავანთოთ კოცონი. პირველ რიგში საჭიროა მთავარი ინგრედიენტის ტექნიკური ვაზელინის შესყიდვა, რომელიც კილო დაახლოებით 10 ლარი ღირს და თავისუფლად იყიდება ქიმიური პროდუქციის მაღაზიაში. გარდა ამ მთავარი ინგრედიენტისა გვჭირდება ჩვეულებრივი ბამბა, შემდგომ უკვე შესანახი კონტეინერი, პატარა ქვაბი, 2 კოვზი და ცეცხლი. თავდაპირველად უნდა დავანთოთ პატარა კოცონი, რომელზეც გავალღობთ ქვაბუნაში მოთავსებულ ტექნიკურ ვაზელინს. პარალელურად შეგვიძლია დრო არ დავკარგოთ და ბამბისგან დავამზადოთ ასეთი ბურთები. მას შემდეგ რაც ვაზელინის სითხედ გადაიქცევა, უკვე დროა რომ ჩავყაროთ ბამბის ბურთები, ჩავალბოთ და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყებთ ამოღებას, კოვზებით გაწურვას და ცალკე დალაგებას. რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ ამ პროცესს სახლში ელექტროფურაზე გავაკეთებთ, გაცილებით მოსახერხებელია. გაშრობის და გამაგრების შემდეგ ამ ნაგლეჯებს კვლავ ბურთის ფორმას ვაძლევთ და ვინახავთ წყალგაუმტარ კონტეინერში. ვაზელინის ბურთები ჭეშმარიტი აბედის კრიტერიუმებს 5-იანზე აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო სანთებელათი, არამედ უმცირესი ნაპერწკლითაც კი ინთება და დიდი რაოდენობით ალს გამოყოფს. გარდა ამისა არ აშინებს ნესტი და წვიმა, რადგან დასველების შემთხვევაში საკმარისია გავწუროთ, მოვაშოროთ ეს წყალი და ის ისევ ჩვეულებრივად იმუშავებს. ამაში რომ დარწმუნებულიყავით, ტესტი ჩავატარეთ და მართლაც აბსოლუტურად გაამართლა. აღსანიშნავია დაბალი ფასი. ერთი ესეთი კონტეინერი, რომელიც სავსეა აბედით და რომელიც 1 წლის განმავლობაში გვეყოფა, დაგვიჯდა მხოლოდ და მხოლოდ 1 ან 2 ლარი. ასევე სასიამოვნოა, როდესაც დამოუკიდებლად შეგვიძლია დავამზადოთ სალაშქრო აღჭურვილობა ან თუნდაც სახარჯი მასალები. თუ კი მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ YouTube-ის არხი და მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ეპიზოდი.